შეეხება უკრაინასთან ურთიერთობებს, ჩვენ აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანასთან არასდროს არ ყოფილა დაზიანებული უკრაინული მხრიდან გადადგმული ნაბიჯების თუ უკრაინული პოლიტიკის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ამაში დარწმუნებას ცდილობს საზოგადოების დღევანდელი მმართველი რეჟიმის პროპაგანდა მრავალი წელიწადია უკვე ფაქტიურად მთელი ამ წლების მანძილზე. რეალობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, რომელიც ელოდებოდა ამ 2022 წელს ომის დაწყების დღიდან ფაქტიურად მოლოდინის რეჟიმში იყო, რომ დღეს თუ არა ხვალ რუსული დროშა იფრიალებს კიევის თავზე, გადაწყვიტა ანტაგონისტურ ურთიერთობებში შესულიყო უკრაინის ხელისუფლებასთან, რომ ამითი ეჩვენებინა საკუთარი ერთგულება რუსეთისთვის და ეს ურთიერთობები დაზიანებული იყო მთლიანად დღევანდელი მმართველი რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, მათ შორის მე შემიძლია გითხრათ, რომ პირველად არ არის, რომ უკრაინა ნაბიჯებს დგავს ურთიერთობების გამოსასწორებლად, მათ შორის თქვენ იცით, რომ უკრაინამ დანიშნა ელჩი ჩვენს ქვეყანაში, ანუ დაინიშნა ელჩის თანამდებობაზე შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენელი და მათ მოუწიათ თავშეკავება ელჩის მოვლენებისგან მისი დანიშნულების ადგილზე, სწორედ იმიტომ, რომ აღვირახსნილი ანტიუკრაინული პროპაგანდა ისმოდა მმართველი რეჟიმის მხრიდან. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც ახალი დინამიკა არის შექმნილი, იმიტომ რომ უკრაინული მხრიდან შეიძლება კიდევ ერთხელ არის ინიციატივა, იმიტომ რომ მათ არასდროს არ ქონიათ სურვილი ამ ურთიერთობების გაფუჭების და მხარს ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ვხედავთ, რაც არის სიახლე, ჩემი აზრით, ეს არის დამოკიდებულება ივანიშვილის ამ, ასე ვთქვათ, ურთიერთობების მიმართ, რაც ჩემი აზრით აიხსნება იმით, რომ დღეს ივანიშვილისთვის იმ ფონზე, რაც ასე ვთქვათ, ხდება ზოგადად გლობალურ პოლიტიკაში, მათ შორის იმ დინამიკასთან მიმართებაში, რომლითაც მიემართება რუსეთ-უკრაინის ომი და იმ ვიტყოდი მაგალითით, რასაც ივანიშვილი ხედავს, რა ასე ვთქვათ, საითკენ მიდის იმ პოლიტიკოსების თუ ასე ვთქვათ, იმ ხალხის ბედი, ვინც არის პირდაპირ პუტინისტურ ბანაკში ჩაწერილი, დღეს ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გარკვეულწილად მისი ამოწერა პროპუტინისტების ბანაკიდან და მათ შორის მაგალითად სანქციების გაუქმება მისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და როგორც ჩანს ის თulis, რომ დღეს მისთვის შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს, რომ გამოეხმაუროს, ასე ვთქვათ, რაღაცა ნორმალიზაციისკენ წავიდეს ურთიერთობები უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ქვეყანაში არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს და როგორც ჩანს ის შესაძლოა დღეს ცოტა სხვანაირად უყურებს საკუთარ პირად ინტერესებს, ვიდრე დაუშვათ თუნდაც 6 თვის წინ. კი ბატონო, ქალბატონ სალომე, უკრაინის ინტერესი რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში? ივანიშვილის ინტერესები გასაგებია, უკრაინულ მხარესაც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყველა ესეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზს უსვამენ ოცნების წევრები, რომ თავად უკრაინული მხარის ინიციატივით შეხვედრაც, კომუნიკაციაც და ასე შემდეგ. უკრაინას, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის პირველ რიგში არის მომგებიანი, რაც უფრო ნაკლები, ასე ვთქვათ, ნაკლები სახელმწიფო იქნება და ამ სახელმწიფოს მეთაური მიუხედავად იმისა, როგორ რეჟიმს წარმოადგენს ის ღიად რუსულ ბანაკში, მით უფრო მომგებიანია ეს უკრაინისთვის, განსაკუთრებით შავი ზღვის ქვეყნებს რაც შეეხება. თქვენ ხედავთ, რომ როგორ აქტიურ დიპლომატიას აწარმოებს დღეს უკრაინა ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანს გულისხმობ და სომხეთს. ვხედავთ, რომ ასევე საკმაოდ სერიოზული არის ეს ურთიერთობები თურქეთთან. შავი ზღვის, ასე ვთქვათ, რეგიონში დღეს მათ შორის უკრაინული ინტერესების გატარება და დასავლეთის ინტერესების გატარება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ასევე იმას, რომ შეიზღუდოს რუსეთის გავლენა შავი ზღვის ყველა ქვეყანაში და შესაბამისად თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, რაც რუსეთს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ გააგრძელოს საქართველოს ეკონომიკური
ინფრასტრუქტურის გამოყენება საკუთარი დღის წესრიგისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის და ეს მოითხოვს, ვფიქრობ, ისინი თვლიან, რომ ეს მოითხოვს გარკვეულ ფუნქციურ თანამშრომლობას საქართველოს დღევანდელ მმართველ რეჟიმთან და მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ რეჟიმს აქვს რეაგირება გარკვეულ საკითხებზე, იმიტომ რომ აი მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ხელისუფლების ყველაზე ადეკვატური რეაგირება, რაც ჩვენ გვინახავს დასავლეთიდან, ასე ვთქვათ, გამოგზავნილ სიგნალებთან დაკავშირებით, ამ ხელისუფლებას ჰქონდა, როდესაც დაემუქრან ყულევის პორტის სანქციებით. და ეს პირდაპირ უკავშირდება მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის თემას. ამიტომ ის, ასე ვთქვათ, დიპლომატიური ურთიერთობები ასევე არის მათ შორის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უკრაინა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ შორის თავის ინტერესებსაც იცავს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, რომ ეს ურთიერთობები დაზიანდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დღესასრიგის გამო, რუსული დღესასრიგის გამო და არანაირი წვლილი ამაში უკრაინას არ შეუტანია, რომელსაც საკუთარი, ასე ვთქვათ, მისთვის ყოველთვის იყო ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსთან ქონოდა თანამშრომლობის ის ფორმატები, რაც მას სჭირდება დღეს. კი ბატონო. და ქალბატონ სალომე, მოდით ვისაუბროთ ანაკლის სპორტის ამბავზეც. მოკლედ ეკონომიკის მინისტრმა გვახარა, რომ ქვეყნისთვის ისტორიული პროექტისო ანაკლის ხმაწლოვანი პორტის მშენებლობა დავიწყეთ ოფიციალურადო. ნახეთ ყველამ ეს ფოტოსესიაც, კადრებიც ადგილიდან და ასე შემდეგ. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვათა შორის თქვენი პარტიის ლიდერს ჰქონდა განცხადება ირაკლი კუპრაძეს, რომ ანტიქართული ოცნების მიერ თავდაცვის მინისტრის ჩაყვანა ანაკლის ცარიელ სანაპიროზე, სადაც არაფერი მიმდინარეობს, ფოტოსესია და მინისტრების წრეზე სიარული არის სასაცილო პროპაგანდა, რომელსაც არ დავიჯერებთო. რა სიტყვით თქვენ ეს ანონსი ქართული ოცნების მხრიდან რა ტიპის პროპაგანდის ნაწილია, ვის შეიძლება იყოს გათვლილი? ეხლა პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ანაკლის სპორტი დღეს რო არ არსებობს და არ ფუნქციონირებს, ამაზე აბსოლუტურად პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას და მრავალი წელიწადია ჩვენ გვესმის მათი მხრიდან დაპირებები, რომ ანაკლის სპორტი აშენდება, ოღონდ ეს სპორტი ამ მიმართულებით არათუ არა წინარ წაიწია საქმემ, არამედ რეალობა ის არის, რომ რაც იყო გაკეთებული, ისიც ყველაფერი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ წყალში გადაიყარა, ხო? იმიტომ რომ იქ დაწყებული იყო გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები, ხელისუფლებას არ გამოუყვია ამ პორტის მშენებლობის წინ წასაწევად არც ის ფინანსური სახსრები, რაც ამას სჭირდება, არ დაწყებულა არც ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პირდაპირ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ დაიწყოს ამ ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პორტს დასჭირდება. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, მრავალი წელიწადია ჩვენ გვესმის მხოლოდ რიტორიკა ამაზე ცარიელი. ამის პარალელურად თქვენ იცით, რომ ჩვენ გავაჟღერეთ ინიციატივა და ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ აშენდეს ანაკლის სპორტი, არამედ აშენდეს მათ შორის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების უშუალო თანამონაწილეობით, იმიტომ რომ ეს გაზრდის, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ წონას მიცემს ამ პორტს, გარდა იმისა, რომ იქნება ნაწილი, ასე ვთქვათ, აი იმ სატრანზიტო შესაძლებლობების პროექტის, რომლის განხორციელებაც დაიწყო რეგიონში, მათ შორის ტრამპის უშუალო თანამონაწილეობით გულისხმობ იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფოებმა. ნუ მე ხლა არ ვიცი, ეს მორიგი თქვენ იცით, რომ იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, დღეს იწყება ეს ვიზიტი საქართველოში. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის მორიგი პროპაგანდისტული რაღაცა გზავნილი ხელისუფლების მხრიდან, რომ თითქოს მათ აქვთ რაიმე ინტერესი ამ პორტის აშენებასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს საკითხი ისევ ვერ დაიძრება და ჩემი აზრით ვერ წაიწევს წინ, მათ გამოაცხადონ და მოატყუონ საზოგადოება, რომ ასე ვთქვათ, პარტნიორობის სურვილი არ არის დასავლეთის ქვეყნების მხრიდან და შესაბამისად გააგრძელონ ის პოლიტიკა, რასაც მრავალი წელიწადია ვუყურებთ, ცარიელ დაპირებას და არანაირ საქმეს
როდესაც ანაკლის სპორტ შეუძლია, რომ თვისობრივად ეს სპორტი რო აშენდება, თვისობრივად შეცვალოს ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იმ ქვეყნის, რომელიც დღეს არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური რაიმე აქტივობა თუ არსებობს, უკავშირდება მათ შორის ისეთ არალეგალურ საქმიანობას, როგორიც არის მაგალითად ევროპელი პენსიონერების ძარცვა, კოლ-ცენტრების გამოყენებით, სანქციების გვერდისავლისთვის გამოყენება ჩვენი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის და ეს ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფრით იკვებება და ამაზე არის მიბმული და მათ შორის პირდაპირ მათთან მიდის, ხო, ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან მიდის მთელი ეს ფული ახლა სხვასთან ვინ მიდის ისინი არიან ხო საბოლოოდ ასე ვთქვათ ამ მაფიოზური სისტემის მთავარი შემოქმედები და უფროსები მათი ინტერესი არ არის ამ ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური პროექტის განვითარება და შექმნა, რომელიც იქნება გამჭვირვალე, რომელშიც იქნება დასავლური ინვესტიცია, რომელიც მათ აიძულებს, რომ ითამაშონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება აი ამ მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნის მართვის ინტერესებს და მათ პირად ასე ვთქვათ, ხელს უშლის მათ პირადი გამდიდრების დღის წესრიგს და ამიტომ არ არის დღეს ანაკლის სპორტი აშენებული გარდა იმისა, რომ ცხადია რუსეთისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეშლის გარდა ჩვენს ქვეყანაში არანაირი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი არ აშენდეს დასავლური თანამონაწილეობით, რაც გაზრდის საქართველოს ღირებულებას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ეს ორი ფაქტორია ივანიშვილის ფინანსური ინტერესები, რუსული ინტერესები, რომლის გამოც არ არის დღემდე აშენებული ეს სპორტი. ეს არის მარტივი მოცემულობა და რეალობა.